მიეცით წამალი ბავშვებს კვირის ტრადიციული სოლიდარობის მარში თბილისში. რუსთაველის მეტროდან კანცელარიამდე დიუშენის მქონე ბავშვებისთვის მედიკამენტის შემოტანის მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ბავშვებისთვის ყოველი დღე გადამწყვეტია და მათ წამალი სჭირდებათ. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი ამბობს, რომ ბავშვებისთვის საჭირო წამლისა და აქციებზე დაკავებულების შეწყალების საკითხს სინოდის პირველივე სხდომაზე დააყენებენ. მისივე თქმით, ეკლესიას დიუშენის მედიკამენტთან დაკავშირებით რეკომენდაციაც ექნება. როდის იქნება სინოდი, ჯერ უცნობია. ივანიშვილის დაცვის ყოფილ წევრს გიორგი ძიძიკაშვილს ძალადობაში ადანაშაულებენ. 52 წლის ქალი ამბობს, რომ ძიძიკაშვილმა მას სცემა და მოკლით დაემუქრა. ელენა ზაუზოუკოვას თქმით, მიზეზი ქონებრივი დავაა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის ნათესავები არიან. ქალს სავარაუდო ძალადობის კვალის სახეზეც აღენიშნება. უკრაინამ მოსკოვის ოლქს დრონებით ისევ შეუტია. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ობიექტების მიმართულებით დღეს 250-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. ამ ფონზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა მოსკოვში იზმაილოვოს რაიონში. საავტომობილო გზატკეცილთან აფეთქება მოხდა. დაზუსტებით უცნობია, უკავშირდება თუ არა ის დრონებით თავდასხმას.